ისინი თავიანთ პროტოტიპს ხედავდნენ და მე მინდა გითხრათ რომ როდესაც მათ შევყვინდი რომ ჩვენ აუცილებლად მოვაწყობთ ესოდენ საყვარელი
ეს ოდენს სასიკადულო, ქართველი ერისათვის სასიკადულო მამულიშვილის ნოდარ დუმბაძის შემოქმედებით საღამო და მოვიწევდი მის ოჯახს. ბავშვები, აი ამ მოლოდინის ცხოვრობენ მთელი ამ 2-3 წლის მანძილზე. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისათვის. და დუმბაძის დიდი სიყვარულის ნიშნად ეს მცირედი სუვენირი გადმოგცეთ თქვენ ქალბატონო ნანოი და ქალბატონო ერთი მას მეცვი ასეთ დროს ესეთ რაღაც გაუკვირდა რაღაც არეულ რაღაც აფორიაქებულ დროს მოვიცალეთ და მოვედით არამედ პირიქით ჩვენ უნდა გიხდით მადლობას რომ აი ესეთ აფორიაქებულ დროს ბავშვებმა სკოლამ გაიხსენა ნოდარ დუმბაძე და იმედი მაქვს რომ ეს ყველა არ მომხდარა ამას თავისი საფუძველი და რაღაც მიზეზი აქვს იმიტომ რომ მე მგონი რომ მაინც ნოდარ დუმბაძეს სიყვარულს თესდა ამ ქვეყანაზე და აი მე დღეს დავხვდი ეხლა ბავშვები ყველაზე კარგი ის იყო რომ ეს არ იყო აი რაღაცა ძალიან სპეციალურად მომზადებული აი 2 თვე არ მომზადებდით მაგრამ ბავშვები რაღაცა თავის დებდნენ თავისას დებდნენ და ყველა თავისებურად კითხულობდა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ყველას თავისებურად ესმოდა იმას რასაც კითხულობდა გაზეთირებული არ ქონდა ყოველ შემთხვევაში და ესეთი რაღაცა გაცხოვე მან გასწავლა სიყვარული ისეთი რომ მე აი ქეთინო ჯაფარიძის და ნანა სკოლის დირექტორს იმიტომ რომ თომე ვიკითხე არა ვაკო ხარვას აშკავია აი ეგ შთაბეჭდილება რომ შეგექმნება ეზოში რომ დგას ეკლესია ორიოდე სიტყვით ბატონო ვლადიმერ მინახულეს მეორე ძალიან ვარ კმაყოფილი ჩვენი მოსწავლეები. ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული და აი ცით სიყალბე და მოჩვენებითობა არ იყო. ყველაფერი იყო შიგნიდან ნათქვამი. და ეს არ შეიძლება ადამიანზე უსმენდე, უყურებდე და აი იმ მომნუსხავეს სიტყვა ვიხმარე მე გავლენას არ ახდენდეს. მე მინდა ამ ბავშვებს მადლობა გადავუხადო. დაიზარდონ კიდე. ჯერ ისინი 10 წლისანები არიან. და უკვე ნოდარ დუმბაძეზე რამდენი რამე იციან. და ჩვენი ამოცანაა რომ პატარაობიდანვე ამ გენიალური ადამიანის სიყვარული ჩაინერგოს თვითონ ქართლში. და ჩვენი მხრიდან რაც კი იქნება საჭირო ყველაფერს გავაკეთებ. მე უცბად გამიჩნდა ახლა ეს ერთი ასეთი აზრი. მე არ ვიცი როგორ დამეთანხმებიან რომ ეს ამბავი რაც ახლა მოხდა შეიძლება ჩვენი სტუმრების გარეშე გავიმეოროთ და ამას დავასწოროთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი რაიონის თუ შევძელით მე-4 კლასის მასწავლებლები. რათა იცით ამან მასობრივი საყოველთაო ძიმე ტვირთი და მე ვფიქრობ რომ მან ეს ტვირთი ჩვენამდე შესანიშნავად წერას ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ხანაში ყველაფერი ივიწყება პოპულარიზაცია არ მომხდება ოსტანკინოში მიიწვიეს და სხვა შეკითხვებთან ერთად ერთი ასეთი შეკითხვა მისცეს ბატონო ვინ არის ინტელიგენტი თქვენი აზრითო მანუ პასუხა ინტელიგენტი პაპაჩემია რომელიც ბავშვიც რო შევა ოჯახში ფეხზე წამოუდგებაო ეს სიტყვები მე გორჯერ გამემეორებია თავის დროს ინტელიგენტად რომ მოხდა ამდენი საკითხის. დიდი მადლობა ჩემო მანანა, ჩემო ხათუნა, დიდი შრომაა ჩადებული. არც მე დამავიწყდა, არც ჩვენ დაგვაიწყდა, არც ბავშვები გავამდელი დღე მიწვნილი ნოდარ დუმბაძის ხსოვნისადმი და აი ეს დღევანდელი დღე ალბათ ბევრს ჩააგონებს ჩვენ დამსწრებს რომ ერთხელ კიდე გადავიფრთხოთ მისი ნაწარმოებები რომლებიც ისეთი ენით არის დაწერილი რომ
გინდ განათლებული იყავი, გინდ დაბალი განათლებით იყავი, მაინც სიამოვნებით კითხულობ და სიამოვნებით უსმენ. და მე მინდა დიდი მადლობა გადამოგზავნო ჩვენ ზვირფას ნოდარის ქალიშვილს, რომელიც ჩვენ გვესწრება. ეს კიდევ სხვანაირად ალამაზებს საღამოს და შეხვედრას, როცა უძღვნი საღამოს ადამიანს და მისი შვილი გესწრება იქ. დიდი მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა ყველას, მადლობა ბავშვებო, ასეთი კარგი საღამო ჩვენთვის. არ მოვიწყდება ის დრო, როდესაც ნოდარ დუმბაძე ოსტანკინოში იყო მიწვეული და ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენი აზრით ვინ არის ინტელიგენტიო? მან უპასუხა, ინტელიგენტი პაპაჩემი იყო, რომელიც ბავშვიც რომ შემოსულიყო ოჯახში, ფეხზე აუდგებოდა ხოლმეო. კიდევ რა შეგიძლიათ გაიხსენოთ ნოდარისეულის ხასიათიდან? ნებისმიერი მკითხველი რა განათლებისაც არ უნდა ყოფილიყო, სიამოვნებით თხულობდა ნოდარის ნაწარმოებებს, რომ ადვილად მისაწვდომი იყო ყველასათვის და მისაწვდომი იმიტომ იყო ასახავდა რეალურ ცხოვრებას ადამიანებისა. ამიტომ გვიყვარდა ყველას ნოდარი. თქვენი გვერდზე სახელი? ლევანი მჭედლიშვილი. მეგობრები, ასე უნდა თქვა? დიახ, მობრძანის შედეგი ცოტა მომლებულია ჩვენი საზოგადოება და სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები. ამიტომ არის საჭირო ასეთი ღონისძიებები უფრო ხშირად ტარდებოდეს, ეს ერთი და მეორე თუ ის კარგია და საზოგადოებისათვის მოსაწონია, მას რომ საყოველთაო მასობრივი ხასიათი მივცეთ, რომ ეს გადაიქცეს ყველა სკოლისათვის იმ მაგალითად, რომელიც საშუალებას მისცემს სულ ყველას, რომ ნოდარ დუმბაძის ხსოვნა, რომელიც არაკლია ისედაც ჩვენ საზოგადოებას, გავრცელდეს ყველგან პატარა ასაკიდან, პატარა ბავშვებიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოვიწვიოთ ჩვენთან ქალაქის ან შესაძლებელია რაიონის მეოთხე კლასის მასწავლებლები და ეს ღონისძიება ვაჩვენოთ. ამით რაღაც წვლილს შევიტანთ ამ დიდი ადამიანის ხსოვნის უკდავყოფაში პატარა ასაკიდან. აი ეს შემიძლია გითხრათ. კი ბატონო. ხანელობ მეოთხე G კლასს. ჯაშაშვილი. დავიწყოთ. კი. მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ ღონისძიებამდე ჩვენ მარტო 1 და 2 თვის მომზადებით არ მოვსულვართ. ნოდარ დუმბაძე თვითონ კოლორიტული, შესანიშნავი პიროვნება და მწერალი გახდა. უზომო სიკეთის და იუმორის მატარებელი, რომელიც წუხარებას თავისებურად ლამაზად გადმოსცემდა, ისე რომ კი არ გვაცინებდა, ხანდახან გვატირებდა კიდევაც. ჩემი ბავშვები პირველი კლასიდანვე ნოდარ დუმბაძის ლექსებზე აღიზარდნენ და თითოეული მათგანი გიგილო იქნებოდა ეს თუ ლალი და მანანა, თვითონ ლექსში თავის თავს ხედავდა, თავის პროტოტიპს ხედავდა და მათ აი სურვილი ჰქონდათ, მეც დამება დასული და მე უთხარი დავპირდი, თქვენ რომ გადახვალთ მაღალ კლასებში, ჩვენ აუცილებლად მოვაწყოთ ბავშვებო ნოდარ დუმბაძის შემოქმედებით საღამოს და მოვიწვევთ მისი ოჯახის წევრებს. დღეს ეს ოცნება აგვისროლდა და ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. ძალიან კარგი და ძალიან გამეხარდა რომ თავის მშობელი უყვარს. აი, ყველაზე უფრო ეხლა ვიცით მეხამუშება ის რომ მეუბნებიან რომ შეწუხდი და ჩამობრძანდი და ამ ქაოსურ დროს და ამ დაძაბულ დროს რომ მოიცალეთ და ჩამოვა. არაფერი მაგვარი, პირიქით უღრმესი მადლობა თქვენ რომ ამ ქაოსურ დროს ნოდარ დუმბაძე დადგით სცენაზე და რა ვიცი, აბა არა ესე იგი რას ნიშნავს რომ ამ ქაოსურ დროს სწორედ ის სიყვარული ჭირდება და ის სითბო რაც ნოდარ დუმბაძეს აქვს და ბავშვებიც კი ხედავენ ამას
ბედნიერია მწერალი, ეს არის უკრავება, ბედნიერები ვართ ჩვენ, რომ აი ეს გენეტიკურად ის სითბო პირადად მე მიდგას სხეულში და სულში და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ რაღაცებზე მიძახიან. ხო შეიძლება ხა ესე დაგედგა თქვენ ეს ყველაფერი თქვენთვის გორში ახლა ვისცალია, საც შეუძლია რაიონს ესეთი მასშტაბით მანქანა გამოაგზავნოს, წამოგიყვანოს. პირიქით, დიდი მადლობა შეტყობებისთვის, რომ ჩამობძანდით, წამოგვიყვანეთ და ესეთი სიამოვნება მოგვანიჭეთ. დღეს პირველად არ გავეცანი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას. არამედ პატარა როცა ვიყავი, მე დედაჩემი მიკითხავდა ნოდარ დუმბაძის ლექსებს და ბევრიც ვისწავლე. ძალიან მიხარია მე და ჩემი კლასელები ასეთ ღონისძიებას რომ ჩატარდა. ოდი ერთხელაც მითხარ ოღონდ უფრო თამამად. პირველად კი არ გავეცანი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას, არამედ პატარა როცა ვიყავ, მე და დედაჩემი მიკითხავდა ნოდარ დუმბაძის ლექსებს და ბევრიც ვისწავლე. ძალიან მოხარული ვარ ასეთ ჩემ კლასელებთან ერთად ძალიან მოხარული ვარ ასეთ ღონისძიებაში ვიცი, იმისთვის ჩვენ მამასწავლებელმა ბავშვებს ყველა კარგა ხანია ბევრი როლი მისცა. ნოდარ დუმბაძე არა მარტო ბავშვებისთვის კარგი პოეტი იყო, არამედ უფროსებისთვისაც. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სკოლაში ასეთი კარგი ზეიმი ჩატარდა. ნოდარ დუმბაძე დიდი პოეტი იყო. მას ბევრი რამ დაუწერია, წამიკითხავს და მისწავლია კიდეც. მე მიხარია, რომ ასეთი კარგი ღონისძიება ჩატარდა, სწორედ ნოდარ დუმბაძეს მიეწვნა. მე მადლობა უნდა უთხრა მის შვილს, განბატონ მანანას. მადლობა მინდა უთხრა როგორც ჩემს მასწავლებელს მანანა ჯაშაშვილს, ასევე უნდა უთხრა მანანა დუმბაძეს, რადგან ჩვენი ზეიმის სანახავად ჩამობძანდა თბილისიდან და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ჩვენ დღევანდელ ზეიმში დუმბაძეს როლი შევასრულე. და მე თვითონაც დუმბაძე ვიყავ.